ეს მე ვარ, ყოველი დღის ბოლოს. ეკიპაჟის წევრების მიუხედავად, ზღვაში მაინც მარტო რჩები და ამ სიჩუმეში ერთადერთი, ვინც შენთან არის, ღმერთია. თვეები ოკეანეში, სადაც ყოველი დღე ერთმანეთს გავს, დრო თითქოს ნელდება. ერთი და იგივე რუტინა აუტანელი ხდება და ნელ-ნელა წყდები ხალხს და ცხოვრებას ხმელეთზე. ამ ყველაფრისგან თავის დაღწევის მხოლოდ ერთი გზა არსებობს. პორტებიდან ქალაქში ვიზიტი. თუნდაც რამდენიმე საათით. ცივი რკინიდან თბილ მიწაზე გადასვლა თავიდან დაბადებას გავს. ივსები ენერგიით და თავს ისევ ცოცხლად გრძნობ. და აი ადგილი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ადგილი, რომელმაც შთააგონა ჩემი ცხოვრება და შემაყვარა ეს პროფესია. რამდენ ქალაქსაც და რამდენ პორტსაც არ უნდა ვესტუმრო, ეს პატარა ქალაქი ჩემთვის ყოველთვის შეუცვლელია. სტატისტიკის მიხედვით, მეზღვაურების 40% ძიმე დეპრესიას განიცდის, ხოლო ყოველი მესამე მეზღვაური კი მარტოობას. გემზე ასვლამდე სინგაპურს ვეწვიე. ქალაქი, რომელიც მომავლიდანაა. ყველაფერი იდეალურად მოწესრიგებული. სწრაფი, ცოცხალი. ესეც ჩემი ნომერი სინგაპურში. იმიტომ ვიყავი ჩუმად რო ხამის პირველის ნახევარია და ისეთი სიწყნარია რომ მოვედი 1-2 საათის წირო. გონია მარტო არა მთლიან სასტუმროში. ბოდიში მომიხადეს რომ საღამოს კვების დრო უკვე გავიდაო და გამომატანეს ნომერში აი ასეთი რაღაც. მომდევნო დღეს კი ქალაქის ცენტრში, მარინა ბეიზე კომპანიის ოფისს ვეწვიე. დღის ბოლოს კი სინგაპურის პორტიდან დაიწყო ჩემი ერთთვიანი საზღვაო გადასვლა ვალენსიამდე. გემზე ასვლისთანავე უკვე ცნობილი იყო ჩვენი მომდევნო თვეების განრიგი. ამიტომ თითოეული ქალაქის სამოგზაურო გეგმა უკვე შედგენილი მქონდა. 30 დღის შემდეგ პირველად ჩავედი ხმელეთზე და იმ ემოციას ალბათ ვერასდროს დავივიწყებდა. თითოეული წამიც კი თავისუფლების განსაკუთრებულ შეგრძნებას მანიჭებდა. ვალენსიამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ქალაქი, სადაც ძველი არქიტექტურა და თანამედროვე სტილი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. გემის გიგანტური ზომიდან გამომდინარე, პორტებში 2-3 დღე მაინც გვიწევდა გაჩერება, რაც ქალაქში ვიზიტის შანსებს ზრდიდა. ვალენსიას ივნისში ვეწვიე. ჩვენი გემის ფიქსირებული მარშრუტიდან გამომდინარე კი ამის შანსი მეორედაც უკვე ოქტომბერში მომეცა. ვალენსიის შემდეგ გეზი ბარსელონასკენ ავიღეთ. როგორც კი გემიდან გადმოვედი, სულ სხვა სამყაროში მოვხდი. ქუჩებში მუსიკა, ენერგიით სავსე ხალხი, მოდერნისტულ გოთიკური არქიტექტურა. ერთ მომენტში უბრალოდ გავჩერდი. ფიქრობდი და ვცხოვრობდი იმ მომენტით. და ზუსტად ეს არის ბარსელონა, ქალაქი, რომელიც გაძლევს საშუალებას. რამდენიმე საათით მაინც დაივიწყო ყველაფერი. ესეც ჩვენი ბარსელონა. ჩემი მეორე შორლივი. ეხლა ჩამოვედით პორტიდან და მაქვს დღის ბოლომდე დაახლოებით 5-6 საათი. სასაცილოა, 2 თვის წინ ზუსტად ამ ადგილას ვიყავი, ივნისში, ეხლა კი 6 ოქტომბერია დღეს და ისევ მოგესალმებით ბარსელონადან. კარგი შანსია, მით უმეტეს, როცა ერთ კონტრაქტში გიწევს 2-ჯერ ბარსელონას ნახვა. თუმცა ვნახოთ რამდენად კმაყოფილი ვიქნები, რადგან წინა ჩამოსვლაზე ბევრი რამ დამრჩა სანახავი და ასე ვთქვათ ემოციების ბუმი დამაკლა. ნახოთ ალბათ დღეს რას ვიზამთ. მეგობრებო, ეხლა მივდივართ ეგრეთ წოდებული საგრადა ფამილიას არქიტექტურულ ნაგებობასთან, რომელიც მე მგონი 1 საუკუნეზე მეტი უკვე რეკონსტრუქციის ქვეშაა. ეს საგრადა ფამილია ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ტაძარი მსოფლიოში. ანტონიო გაუდი ამ პროექტზე 40 წელი მუშაობდა და საკუთარი ცხოვრების ბოლო 15 წელი სრულად ამ მიზანს დაუთმო. ის 100 წელზე მეტია შენდება და დღემდე დასრულებული არ არის, მაგრამ ალბათ სწორედ ეს ხდის მას განსაკუთრებულს. აი ნემს ვერ ჩაატევ, იმდენი ტურისტია, ფოტოსაც ვერ გადაიღებ ნორმალურად. ნუ ეს ლოგიკურიცაა, იმიტომ რომ ხედავთ ასეთ ნაგებობას ყველგან ვერ ნახავთ. პორტებში მოგეხსენებათ უფრო ბევრად სტრესული სიტუაციაა, ვიდრე ნორმალურ საოკეანო გადასვლაზე. მაინც ამ ქალაქში გასეირნება ენერგიით აქ მოხდა ყველა. და ეხლა დროა გავემართოთ კარგი კაფესკენ, სადაც მივირთმევთ საჭმელს, დავვლევთ
და ასე შემდეგ. ენერგიით და გამოცდილებით სავსე დღე დასრულდა და გემზე დაუბრუნდი. ამის შემდეგ მარსელს ვეწვიეთ, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო ქალაქში შესვლა ვერ მოახერხე. თუმცა წინ მელოდებოდა მალტა. 4 დღეში მალტას ვეწვიეთ. პატარა კუნძულს, რომელიც სავსეა ლამაზი ხედებით, ისტორიული ძეგლებით და სავსე ენერგიით. დილის 5 საათი მალტას პორტი, მარსაშლოკი. მიმდინარეობს სატვირთო ოპერაციები, ჩატვირთვა, გადმოტვირთვა ზოგადად კონტეინერებზე, ეს ყველაფერი ხდება ერთდროულად, ერთმანეთის პარალელურად. შესაბამისად, როგორც ყოველთვის ვახორციელებთ მონიტორინგს, ჩატვირთვის ოპერაციების და 2 საათში დამთავრდება ჩემი მორიგეობა. შემდეგ კი მოვემზადები, რომ გავიდეთ ქალაქში. რაც თავარია, ცოტა გავნიაოდებით მაინც. იმიტომ რომ ამის შემდეგ უკვე ერთვიანი გადასვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი თვე ვერ ვიხილავთ ხმელეთს და ხალხს. ძალიან ლამაზი პატარა სოფელია. ხედავთ პატარა ნავებს, სათევზაო გემებს, იახტებს. რაღაც მხრივ ბათუმსაც კი წააგავს. ბათუმის პორტს, იმიტომ რომ იშვიათია პორტი ასეთ სიახლოვეში იყოს. პირველ ჩასვლაზე უბრალოდ სანაპიროზე ვსეიგნობდი. ადგილობრივი კერძები დავაგემოვნე და პატარა სოფელის სახელად მარსაშლოკი დავათვალიერე. გამოვახციეთ როგორც იქნა. ჯერჯერობით არ გვაქვს არანაირი გეგმა, ისე დავდივართ. ნახოთ რამის მოვიფიქრებთ. მალტას სანაპირო, ამ გემს მოგეთ მაინც ვერ მოვშორდით. ეს არის ჩემი საცხოვრებელი სახლი. სკანდოლა. უზარმაზარი 366 მეტრი. ხედავთ აი პატარა იახტებთან შედარებით და ნავებთან შედარებით ნაუთხევა უბრალოდ. ეს კიდე ხა დატვირთული არაა ბოლომდე. ახლობით 1 საათში უკვე ავალ გემზე და ერთი თვით ვეღარ ვიხილავ ხმელეთს. თუმცა იმდენად ბევრი ემოცია მივიღე დღეს და იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ ერთი თვე კი არა, ალბათ მეტიც კი საკმარისი იქნება. ეხა დროებით წავივარჯიშებ აქ. ხედავთ როგორ ლამაზი ადგილია. ერთი საუკეთესო ადგილი რაც მინახავს ამ თვეების განმავლობაში. ძალიან კაი გარემოა. სამზადისია წინა საახალწლო მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ნოემბერია. მეორე ჩასვლაზე უკვე 3 თვის შემდეგ კი მალტას დედაქალაქ ვალეტას ვეწვიე. ამ ვიწრო და ზღაპრულ ქუჩებში თითოეული ნაბიჯი ისეთ შეგრძნებას მაძლევდა, თითქოს ისტორიის შუაგულში მოძრაობდი. ეს არის ადგილი, სადაც Game of Thrones-ის გადაღებები მიმდინარეობდა პირველ სეზონში. და არაერთი ცნობილი ფილმის თუ სარეკლამო რგოლის. ასე რომ შემოგიერთდებით მალე შემდეგ ქალაქიდან. მალტაში უკვე დასრულდა ევროპული ვოიაჟი და გვიწევდა 40 დღიანი გადასვლა ჩინეთში. ჩინეთში ერთი თვის განმავლობაში 10-ზე მეტ პორტს ვეწვიეთ. უმეტეს მათგანში უბრალოდ დასვენება ვარჩიე ჩემს კაბინაში. თუმცა რამდენიმე პორტს მაინც ვეწვიე. ნანშა, შეკუ, სიამინი, შანხაი. ჩინეთში და სამხრეთ კორეაში აღარაფერს გეგმავდი. უბრალოდ ხმელეთი და ხალხიც კი საკმარისი იყო იმ ენერგიების აღსადგენად, რაც 40 დღიან საზღვაო გადასვლაში დავყარდა. სიგიჟეა მეგობრებო, აქ საიდან აღმოჩნდი? მეც კი არ ვიცი. მაგრამ რამდენიმე საათი უნდა მაქსიმალურად გამოვიყენებ. ჩინეთის შემდეგ სინგაპურს ვეწვიეთ და შემდეგ დაუგეგმავი ვიზიტი გქონდა შრი-ლანკაში, კერძოდ კოლომბოში. პირველი რაც შენს ყურადღებას მიიპყრობს არის ბუნება. მწვანე ტყეები, ნოტიო ჰაერი და ზღვის სუნი. მაგრამ მიუხედავად ამ სილამაზისა, ჩემთვის მარტო ყოფნა ცოტათი არასასურველი იყო. თავისრულად უსაფრთხოდ არ მიგრძნია, თუმცა ქალაქის ქუჩებში სიარული და ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყვნენ ჩართულები, შენს თვალწინ რეალობას ქმნიდნენ. ამ გარემომ კიდევ ერთხელ დამანახა, როგორ განსხვავდება ცხოვრება სხვადასხვა ქვეყანაში. რამდენად უცნაური და მშვენიერი შეიძლება იყოს სამყარო ერთ დროში.
შრი-ლანკა, კოლომბო. Just to see normal people. Anything other than see. რეალურად ასეთი ქუჩები ბევრად უფრო ჩემში გაოცებას იწვევს და ინტერესს ვიდრე მაღალი შენობები და მეგაპოლისები. ნახოთ დავაგემოვნოთ ერთად. ჩოლობრივი შაქრის ლერწმის გამზადდება ნატურალურია, მაგრამ ძალიან ნახოთ ხავდი ვარ ამ სათამჯერში. დიდი მოლოდინები. ესეც ერთ-ერთი უმაღლესი წერტილი კოლომბოს შრი-ლანკაში. 356 მეტრი ამ კოშკის სიმაღლე, დაახლოებით იგივე ციფრებია, რაც ჩვენი გემის სიგრძე. გასაოცარია, უცნაური გრძნობაა, როცა თან ასე ახლოს ხარ გემთან და თან ასე შორს. ასეთი პაწაწინა ჩანს, მიუხედავად თავისი გიგანტური სიგრძისა. ან დადებითად და კარგად არიან განწყობილი ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტების მიმართ, რაც ძალიან მომეწონა და გამიკვირდა სხვათა შორის. ესეც ჩვენი შრი-ლანკა, ისეთი არეული სიტუაციაა, რომ ბათუმს და თბილისში გადააჭარბა რა. შოკში ვარ. კოლომბო შრი-ლანკას სავაჭრო ცენტრი ერთ-ერთი მთავარი. დიდად არაფრით არაა განსაკუთრებული, ბევრად უკეთესების გვაქვს, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ რა თქმა უნდა კარგი შეგრძნება ისევ ხალხში და სოციუმში რომ გამოდიხარ. ამიტომ მაქსიმალურად გამოვიყენებ დროს საღამომდე და ვიყიდი რაღაცებს, მოვიმარაგებ, იმიტომ რომ ამის შემდეგ ერთთვიანი გადასვლა ევროპაში. პატარა რჩევა დამწყებ მეზღვაურებს, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე, სანამ ქალაქში შეხვალთ, თუ გაქვთ ამის საშუალება, წინასწარ მოიძიეთ მარშრუტი, ინფორმაცია, ყველაფერი მოკლედ ამ ქალაქის თუ ქვეყნის შესახებ და შემდეგ ბევრად უფრო მარტივი იქნება და უფრო ნაკლებ დროს წაიღებს ეს დაგეგმვის საკითხი და უფრო კარგად გამოიყენეთ ამ დროს ქალაქის დათვალიერებაში. როგორც უკვე გაჩვენეთ, ამის შემდეგ დაუბრუნდით კვლავ ევროპაში. ბარსელონა, ვალენსია, საფრანგეთი და მალტა. უკვე გემზე მეხუთე თვე მისრულდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთ თვეში სახლში უბრუნდებოდი. და ასეც მოხდა. ერთთვიანი გადასვლის შემდეგ მალაიზიის პორტში დასრულდა ჩემი კონტრაქტი. იმ ემოციებს და განცდებს, რაც ჩემ პირველ ვიდეოში ნახეთ, სიტყვებით ნამდვილად ვერ გადმოვცემ. ბევრს გონია, რომ მეზღვაურის ცხოვრება მოგზაურობაა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან. და ეს პატარა მომენტები, პორტებში გატარებული საათები არის ერთადერთი, რაც გაძლევს ძალას, ენერგიას. გააგრძელო და გაუძლო. მომავალომზე ყველას დახედეოდა ბაქულაი ბიჭო ილიგოდით ხანს მიცოცხლეო სანიშნოდ მამზადებ უხარ გულში ვიგიდებოდა